დღეს ვისვენებ როგორც წინა ვიდეოდან იცით თუ არ იცით არ ვიცი ხო და ბაზრობაზე ვიყავი გასული და გაჩვენებთ რა ვიყიდე 50 ლარი წავიღე და რა მომრჩა არც კი ვიცი ანუ ფასები კლავს საქართველოში არსებული მდგომარეობა მკლავს მანადგურებს 20 21 22 და 23 ლარი მომრჩა 23 ლარი მომრჩა 50 ლარი წავიღე ესე იგი ისეთი ამინდია გარეთ წვიმა ქარი აი ესეთ ამინდში სოფელში ვიჯექი ხოლმე და ტკბებოდი იქაურობით მოკლედ ჯამი ვიყიდე ესეთი პლასმასის იმიტომ რომ არაფერი არ მქონდა და ეს ღირდა 2.5-3.5 მე მგონი 3.5 ღირდა ეს ვიყიდე ჭადი უნდა გამოვაცხო და ამაში რომ მოვზილო ჭადის ფქვილი მაგისტვის ვიყიდე ასევე ვიყიდე ფეიხო შემოდგომის ხილი ხო რა დიდათ კარგად ვერ გამოიყურება მაგრამ მშვენიერი რბილებია ფეიხო ვიყიდე მანდარინი ვიყიდე ესე იგი 3 ლარი მოუწია ფეიხოს 3.5 მოუწია მანდარინს გოგრა ვიყიდე ძალიან ბევრი გოგრები ელაგათ იქ და მეთქი ერთი პატარა ზომისას დაახლოებით რა მოუწევს თქო და 2 ლარამდეო არც კიო ხო და ავიღე რა თვითონ მომცა ეს პატარა გოგრა 2 ლარი მოუწია რა და სულგუნი ვიყიდე ანუ აი ეს ცუცქნა სულგუნი ღირდა 15 ლარი 15 და 30 ანუ ეხლა რაზე მეშლება ნერვები იცით რო არ ვაფასებთ იმ სიტუაციას რა სიტუაციაშიც ვართ ანუ ნახეთ 1-2 წლის წინ მე სოფელში ესეთ ამინდში წვიმიან ქარიან ამინდში სოფელში აივანზე ვიჯექი ნალექიანი ყავის ჭიქა მქონდა მოდგმული წინ თეფშზე მელაგა ფეიხო მანდარინი დანა თან ფეიხოს თვლიდი ყავასთან ერთად მივირთმევდი თან მანდარინს ვწკვნიდი მივირთმევდი და არ ვაფასებდი ანუ მობეზრებული მქონდა უკვე სოფელში ყოფნა რა და ეხლა ქალაქში ვარ და სიამოვნებით ნეტა იქ მომყოფა ეხლა იმიტომ რომ იყო პერიოდი როცა ყველიც გქონდა სულგუნიც გქონდა მანდარინი ფეიხო გოგრა ეხლა სოფელში სულ არის ეგეთი რაღაცეები და დღეს ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია სოფელში რო ვიყავი იმდენად მობეზრებული მქონდა იქაურობა რომ ერთ სული მქონდა როდის გავხდებოდი სტუდენტი როდის წავიდოდი თბილისში როდის გადმოვიდოდი მოკლედ თბილისში ეხლა თბილისში ვარ და ნეტა სოფელში მომყოფა ოღონდ ისე დიდი ხნით და იმით არა უბრალოდ ერთი კვირა დავისვენებდი გემრიელად სოფელში ხო და ჩემთვის ზედმეტად ძვირია ეს ყველაფერი იმიტომ რომ სოფელში ანუ ვერ გადმოვცემ რაღაცნაირად სათქმელს იმას ვერ გამოვთქვა რისი თქმაც მინდა ანუ მივხვდით ალბათ რა არის თქმაც მინდოდა
ეხა მაგალითად სულგუნი ავიღოთ. ძალიან კი მეძვირება ამაში 15 ლარის გადახდა, მაგრამ იმ შრომას, რა შრომასაც გლეხი ხალხი დებს ყველის ამოყვანაში, სულგუნის ამოყვანაში, უნდა ღირდეს ეგრე. იმიტომ რომ მაღაზიაში რო შეხვალთ, აი ქსელურ მაღაზიაში რო შეხვალთ ხალხო, ამ ხელა ყველები, სულგუნები, 1000-ნაირი სახეობის, ვინიც ის რით იკეთდება, ფხვნილით და ქიმიებით გაკეთებული ყველები და სულგუნები ღირს 20 ლარი, 15 ლარი, 30 ლარი და გლეხის შრომა არ ფასდება, ნამდვილად ნატურალური რაც არის სოფელში რომ მოყავთ გლეხებს, ეგ უფრო იაფი ღირს ვიდრე ქარხნულად გამოყვანილი ყველი და სულგუნი. დამეთანხმებით ყველა ალბათ წინააღმდეგი არავინ არ იქნებით. ხო და დედაჩემს აი ეს გოგრაც იმდენი მოყავდა, ზუსტად ეს სახეობა, აი ამ გოგრას გეცოდინებათ ალბათ. ნახევარმხარეს აქვს კურკები, ნახევარმხარეს არ აქვს. ხო და რამდენად გემრიელი იქნება არ ვიცი ახლა, მაგრამ თუ არ იქნება დიდად გული არ დამწყდება, 2 ლარიც არ გადამიხდია, თუმცა ძალიან მინდოდა გოგრა და იმედი მაქვს რომ გემრიელი იქნება და იმედი მაქვს რომ გემრიელად შევჭამ. ნახევარს შევწვავ, ნახევარს მოვხარშავ. ან მოვხარშავ და მოხარშული თუ არ მომეწონა, მერე აეროგრილში შევწვავ. ეს თელ ბოსტანში რომ მოყავდა დედაჩემს და იმ ხელები და იმ სხვადასხვა ფორმისები რო იყო რა, ზოგი იყო ასეთი, ზოგი იყო ისეთი, ზოგი მომრგვალო, ზოგი მომბრტყო, ეს ისეთი გოგრაა რომ სხვადასხვა ფორმისები იზრდება რა. ხო და აი ესე იმის თქმა მინდოდა რომ ეხლა სიამოვნებით დავჯდებოდი სოფელში აივანზე, ყავასთან ერთად მივირთმევდი ფეიხოს და მანდარინს. მაგრამ რადგან არ მაქვს ეგ მაგის საშუალება რომ ეხლა სოფელში ვიყო, შესაბამისად ისეთი ამინდი იყო რომ მანდარინი და ფეიხო და გოგრა მომინდა. ხო და სულგუნის გასინჯვა მინდა ეხლა. მეტი არ მინდა, გემრიელი არ იყოს. ყველი ხალხო, ამ ხელა სამკუთხედი ნაჭერი 23 ლარიო ყველი. არ ვიცი რა გითხრათ. გეგონება ეკონომიკა ყვავისო და გეგონება ხელფასები იყოს სასწაული. აი როგორ გითხრათ, რაღაცნაირია რა. გემრიელია მართლა, მაგრამ ძალიან ჭყინტია და ძალიან რაღაცნაირი. აი პირში როდნება ეგეთი სულგუნია რა. ცუდი არ არის. ტყემის წვენის ყიდვა დამავიწყდა კი არა და პარკები მეჭირა ხელში და მაღაზიაში ვეღარ შევედი. მანდარინი ჩემი სამსახურის გვერდით არის ხილბოსტნის მაღაზია რა. და რატომღაც ძალიან მომინდა მანდარინი, მიყვარს ძალიან. ზამთარში მით უმეტეს უხდება რა ზამთარს მანდარინი. ხო და გადავედი გვერდით მაღაზიაში და მანდარინი რა ღირს თქო და 6.50 კილო. ხო და კაი მეთქი, ბარათის ატარებთ თქო, კიო, მაგრამ ცოტა თანხაზე არაო და მინიმუმი როგორ არის თქო და 2 ლარზე ნაკლებს არ ვატარებს თქო და იყოს მეთქი 2 ლარი რასაც მოუწევს თქო, მომეცით თქო და 4 ცალი მანდარინი მომცა 2 ლარი ნახევრის არიო. მე შემცხვა მართლა. ვერ ყვევი ეგეთებში და მაგოიმებენ მე მგონი.
ვერ ყვევი ამ ვაჭრობაში და ამ ემაში რა ქვია ხილბოსტანში. ხო და 2 ნახევრად მომცა 4 ცალი მახინჯი მანდარინი. აი ესე რა. აი ეს რო ავიღო და 2 ნახევარი რო გადავიხადო ამაში. და აქ რო ვიკითხე ფასი კილო 3 ლარი ნახევარიო. და მეთქი რა ვიცი 1 კილო მომეცის თქო და საკმაოდ ბევრი მოვიდა რა. აი ამდენი რო იმ მაღაზიაში მეყიდა გუშინ 1 ლარს გადამახდევიოდნე. თან ის იყო რა მახინჯი მანდარინი იყო, უგემური მანდარინი იყო. 3-4 ცალი ვიყიდე უბრალოდ ძალიან მომინდა. წინა ვიდეოში რო ვთქვი, ორსულ ქალს რო უნდება ისე მომინდა თქო. ოღონდ არ ვიცი ორსულ ქალს როგორ უნდება. ხო და ეს კარგი მანდარინი ჩანს. მე მიყვარს თხელკანიანი მანდარინი. ნახეთ, ეს არის თხელკანიანი. და გიშდები. აუ ეხა სოფელში ჩავაგდო. წავალ აუცილებლად. შვებულება მეკუთვნის ეხა ფასიანი და 1 წელი გავიდა რაც სპარში მუშაობდა. შეუთანხმდები თანამშრომლებს და კაიცივა მინდებში 1 კვირა წავალ სოფელში. მე იანვარშიც წავალ 1 კვირა და ამას რო ფცქვნიან და 1 თეთრ წინწკილს არატოვებენ ხოლმე. ხო იცით? მე ეგრე არ მიყვარს. გადაუშვი ეგრევე ყბაში სად მაქვს ამის ფცქნის თავიდან ნერვები. ერთ მამაჩემს უნდა დაურეკო ეხლა და ვკითხო ფეიხოს თუ აბია წელს. 3 ძირი ფეიხო გვაქვს და ყოველ წელს ება ხოლმე. 1 წელს იმდენი ება კამფოტები გავაკეთე. აგერა უყიდულობ გენ. აუ რა კაია როცა აი აი სტუდენტებო სოფლიდან რო გიგზავნიან კაი გემრიელ ყველს გემრიელ სულგუნს ხილს ბოსტნეულს რო ჩახვალთ ხოლმე შაბათ-კვირას სოფელში უნივერსიტეტი რო არ გაქვთ და შაბათ-კვირას სოფელში რო ჩახვალთ მშობლებთან იქნება თუ ბებია ბაბუებთან და რო მიხვალთ და კაი ცხელი ღომი მჭადი სულგუნი კაი ხაჭაპური გემრიელი სუფრა რო დაგხვდებათ რა იამაყეთ და დააფასეთ აბა აგერ მევსივარ და ვყიდულობ აუ რა უცნაურია ხალხო მართლა რა უცნაურია რომ იმ სიტუაციას არ ვაფასებთ რა სიტუაციაშიც ვართ რა მართლა მქონდა ეგ პერიოდი რომ იყო ეს ყველაფერი და იყო ის ოჯახური სიტყვა და სიყვარული თუნდაც მაგრამ დიდად არაფრად მივიჩნევდი და ეხლა როცა დამაკლდა ეგ ყველაფერი ეხლა ნეტა იმ სიტუაციაში მომყოფა თქო ვფიქრობ ასე რომ ყოველთვის უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და მადლიერი ვიყოთ ღმერთით და ყველაფრით ძალიან გემრიელია მართლა ცოტა მომკვახო მინდა ეხლა იმიტომ რომ მჟავე გემოს მოყვარული ვარ აი ეს მიყვარს ზუსტად მანდარინი ხო არის სხვადასხვანაირი სქელკანიანი და ის არ მიყვარს ეს არის ძალიან კარგი
ხელგანიანი. ეხლა წავალ კიდე აქვე არის ნიკორა და ნიკორაში ვიყიდით ტყემლის წვენს. მერე მოვალ მოვზილავ ცოტა ცომს, გამოვაცხობ ერთი ხუთსალ მჭადს. რა კაია. დავადგავ ქვაბში გოგრას. და ესე შევიქმნი სოფლურ გარემოს და სოფლურ განწყობას. აუ ძალიან კაი მანდარინია, მართლა ჩაეთვალათ. აი ჰარად გავზივარ ფეიხოსაც შევჭამბარებ. არ მეჩხუბოთ ეხა გარეცხეო და ისე ჭამეო. ერთსავს წინჯა უბრალოდ და ვთლი. მერე გავრეცხავ და ისე შევჭამებ არას ვიზავ. აი მე ვგიჟდები. ამ შემოდგომის სურნელებზე ვგიჟდები მართლა. აი შემოდგომა ზამთრის ბიჭი ვარ, რა გავაკეთო? ვგიჟდები ამის ფეიხოს სურნელზე, მანდარინის სურნელზე. აი ახლა ისეთი სახლური განწყობა შევიქმენი ამ ყველაფრით. რომ სადღაც ღრმა ბავშვობაში გადავარდი ეხლა რა. აი სოფელში ცეცხლი რო გვინთია. გარეთ რო ცივა. აი მანდარინს რო ჭამ, ფეიხოს რო ჭამ. იქ დედიკოს შემწვარ გოგრას რო ჭამ. რა სიხშირით წვავდა და ხარშავდა ხოლმე გოგრას იცით? დედაჩემს ძალიან უყვარს. აი იმდენი გოგრა მოყავდა, რომ მთელი ზამთარი შეეძლო ყოველდღე შეეწვა, მოეხარშა და ეჭამა. ისეთ გემრიელ გოგრებს წვავდა და ხარშავდა, რომ გიჟდებოდი. ფეიხოც ძალიან გემრიელია, გოგრას ესა მანდარინიც ძალიან გემრიელია, გოგრას რომ უხარშავ და გავსინჯავ, მერე შევაფასებ. სულგუნი ვაფშე სხვა მაღაზიაში ვიყიდე და დიდად აღფრთოვანებული ვერა ვარ. რაღაცა სვანეთის ბაზრობა არისო, დეიდაშვილი მეუბნებოდა, ყველაფერი იყიდებაო, ისაო, მაგრამ დიდად გადამრიე ბაზრობა ვერ არის. ვერც ბაზრობას ვერ დავარქმევ რა. 1-2 კინკილა ბუტკები დგას ჩაყოლებაზე და რაღაცეები იყიდება რა, ასე თუ ისე. ხო და დიდად სასწაული არაფერი არ არის. წავედი ახლა. აუ რა კაი სუფრას გავშლი იცი. აი გემრიელი მჭად შევწვავ. გემრიელი სულგუნი. მეტი არაა ჩემი მტერი. არა ცუდი მართლა არ არის, მაგრამ კარგია. ჭადი სულგუნი, აჯიკა, ტყემლის წვენი,
მანდარინი ფეიხო და ლუცაც ჩაურტყავდა კაცი. მოდი ჯობია დაველოდო დეიდაშვილს, სამსახურს რომ მორჩება, კაი გემრიელ ჭადებს დავახვედრებ, სულგუნს დავახვედრებ, ლუცს ვიყიდი, დავლევთ, ტელევიზორში რამე ფილმს ჩავთავთ და ეგ იქნება რა, მეტი რა გინდა? მეტი უკეთესი დასვენების დღე რა გინდა მითხარი? ნაგავი გადავყარე. აი ნაგვის გადაყრა. მე მგონი პირველად გადავყარე ნაგავი, რაც თბილისში ვარ ჩამოსული. ძალიან ბევრი ნაგავი გროვდება და სულ მავიწყდება და არასდროს ნაგავი მე არასდროს არ გამაქვს. ნაგავი ყოველთვის მავიწყდება. აი სამსახურში რაც მე პოლი, ნახვეტი, ნაწმენდი, ნაგავი, განატანი მაქვს, იმდეს რომ სახლში ვაკეთებდე, სახლი იწკრიალებდა. მაგრამ არა. It's okay, make two mistake. მეც რას ნიშნავსო? ზოგჯერ შეცდომები მოსულა რა. დაახლოებით მაგდაგვარი თარგმანი აქვს. ზოგჯერ შეცდომების დაშვება შეიძლებაო რა. ძალიან მაგრა ჟღერს. It's okay, make two mistake. არაფერია საშიში. აი წავედი ხალხო, აბა თქვენ იცით, გაგვეცეთ.